Janisviltan ერთად. მოგესალმებით, ზურფასო რადიო მსმენელებო და მაყურებლებო. ეს ბიზნეს სპეისია, საქმიანი პოდკასტი, სადაც საუბრობთ ბიზნესზე ისე როგორც სინამდვილეში. მე კი მისი ავტორი სერგო ოსოჯანიშვილი ვარ. დღევანდელი პოდკასტის წარმდგენი არის კომპანია IT-Tech-ი და ბუნებრივია დღეს ვისაუბრებთ ისეთ ინფორმაციულ ტექნოლოგიებზე, ვისაუბრებთ კიბერუსაფრთხოებაზე, ხო, განსაკუთრებით და იმ შეცდომებზე, რომელიც შეიძლება მთელი ბიზნესი გააჩეროს ზოგადად. დღევანდელი ჩემი პოდკასტის სტუმრები არიან ლევან ცაგარეიშვილი, ესეც ცაგარეიშვილი, ოღონდ ლევანი ამ შემთხვევაში, კომპანიის IT-Tech-ის ტექნიკური დირექტორი და ნიკოლოზ გაგნიძე. კიბერუსაფრთხოების ექსპერტი ამავე კომპანიაში და მოკლედ ძალიან როგორც ვიცი, მრავალწლიანი, ძალიან დიდი რეგალია გაქვთ, არ წავიკითხე ყველაფერი, ხო, ძალიან მრავალწლიანი გამოცდილება გაქვთ ამ მიმართულებით. ამიტომ დღეს მე ვფიქრობ, რომ ზოგადად ჩემო ლევან, ჩვენი დღევანდელი პოდკასტი და ზოგადად IT-Tech-ის მიერ დაორგანიზებული პოდკასტები ვფიქრობ, რომ უნდა იყოს როგორც ბიზნესისთვის ძალიან ესეთი რეკომენდაციების მიმცემი, ხო, საგანმანათლებლო და ვარქვათ თუ რაღაც ის საჭიროებები გამოვავლინოთ, რაც დღეს ბიზნესს აქვს და თუნდაც რაღაც მომენტში შეიძლება ხელი არ მიუწვდება ამ სერვისებზე, ხო? ალბათ დავიწყოთ მეგობრებო კიბერუსაფრთხოებით და ზოგადად რას ნიშნავს დღეს, აი თანამედროვეობაში რას ნიშნავს დღეს კიბერუსაფრთხოება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამის აღქმა სწორედ არ ხდება ბიზნესში. ამიტომ აი ეს კითხვა ნიკოლოზ, შეგვიძლია თქვენით დავიწყოთ. კი ბატონო, მოგესალმებით, მივესალმებ მაყურებელს და ვისაუბროთ კიბერუსაფრთხოების საჭიროებათა საკითხებზე. ეხლა რას ნიშნავს კიბერუსაფრთხოება დღევანდელ დღეს? რთული სათქმელი არ არის. ეს არის ყოველდღიურობა ჩვენი და დღის მანძილზე ძალიან ბევრჯერ გვიწევს ისეთ თემებთან შეხება, მით უმეტეს ყველას ტელეფონი გვიჭირავს ხელში და თუ ნოუთბუქიც გვაქვს, ხო, და თუ სამსახურიც გვაქვს და ვმუშაობთ, ხო, საერთოდ ბავშვები გვყავს, ისინი ცუდობას იღებენ ჩვენ ტექნიკასთან, ასე ვთქვათ და ძალიან ცოტა დაფიქრება გვჭირდება იმისთვის, რომ რამე ხიფაც არ გადავეყაროთ ონლაინ სივრცეში. კიბერუსაფრთხოება დღეს არის ყველასთვის საჭირო თემა, როგორც კომპანიებისთვის, იმიტომ რომ მათ ინფორმაცია აქვთ და ასაცავი სხვისი პერსონალური მონაცემები, სენსიტიური ინფორმაცია, შეიძლება ჯანდაცვის ინფორმაცია, რომელიც სენსიტიურად ითვლება და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ასევე ნებისმიერი პირის, ფიზიკური პირის, ვინც სახში ზის, დიასახლისების მაგალითად ყოველდღიურობის ისიც არის, საკითხიც არის, იმიტომ რომ Facebook-ს მინიმუმ ყველა სკროლავს. ხო, რაღაც სხვა აპლიკაციებს ვიყენებთ, ონლაინ ბანკინგს ვიყენებთ, ბევრ რამეს ვიყენებთ, სადაც კიბერუსაფრთხოების რჩევების და კაი სწორი მიდგომების გათვალისწინება გვჭირდება. მოკლედ რო ვთქვათ, ეს არის კიბერუსაფრთხოება. ნიკოლოზ, აი რა შეგვიძლია ვთქვათ, ახლა აი ბოლო პერიოდში, ხო, ძალიან დაფორსირდა, ხო, ახლა ვავიღოთ პანდემიის პერიოდიდან დაწყებული, ესეთი ტექნოლოგიური ბუმი გვაქვს, ხო? ძალიან გაციფრულდა ბიზნესიც, ზოგადად ჩვენი ცხოვრებას გაციფრულდა, ხო? აი კონკრეტულად შეგვიძლია ვთქვათ, აი რა შეიცვალა ამ პერიოდის განმავლობაში, ყველაზე აი ესეთი თვალსაჩინო რაც არის. ან ხო არ გააქტიურდა პირობიდან რაღაც ახალი საფრთხეები, ან პირიქით შემცირდა რაღაც საფრთხეები. ახალი საფრთხეები სულ ჩდება ყოველდღიურად. ზოგადად შეიცვალა ჩვენი ცხოვრების სტილი, მანერა, როგორც ცხოვრობდით ადრე, ისე აღარ ვცხოვრობთ. სად იყო ახლა ამდენი ტექნიკა, ხო? ჩემ დროს მით უმეტეს კომპიუტერი ოდესღაც კი შემოვიდა, მაგრამ ბავშვი რო ვიყავი, მაშინ არ ქონდა კომპიუტერი. რატომ არ ქონდა რევოლუციამდე ბავშვს სათამაშოდ რაღაც ესეც რო შევადარო. ხო და ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად სულ უფრო მეტი სიახლე შემოდის, უფრო ციფრული ხდება ჩვენი ცხოვრება, ინფორმაცია უფრო მეტია ციფრულ მატარებლებზე განთავსებული. ჩვენი ცხოვრების აი შემადგენელი ნაწილი არის ონლაინ სივრცეში, სულ მუდმივად. და ამას ყველაფერს დაცვა ჭირდება, იმიტომ რომ იმის გამოყენება თაღლითებს შეუძლიათ ძალიან ბევრნაირად, ბევრ სხვადასხვა ცუდ საქმეში, ისე რომ ჩვენ დაგვაზიანონ, ან ჩვენი იდენტობის გამოყენებით თვითონ სარგებელი მიიღონ და სხვადასხვა რაღაცები შეიძლება მოხდეს. ეს არ მოხდეს. ჩვენ მეგონი დღეს მარტო ბიზნეს კი არ მივცემთ ზოგადად რჩევას, ხო, ეხლა სმარტფონები ახსენეთ და ზოგადად ადამიანების ცხოვრება, ხო? ჩვენ შეგვიძლია დღეს გარკვეულწილად გარკვეული რეკომენდაციები დღეს ადამიანებსაც მივცეთ, ხო, რომელსაც სმარტფონი უჭირავს და დღეს რეალურად ეს სმარტფონი მართლა ბავშვებსაც უჭირავთ ხელში, ხო? და რეალურად ისე აწკაპუნებენ და ისე ეთანხმებიან იმ რაღაც პირობებს, რომ შეიძლება კი არა დარწმუნებული ვარ არც იცნობენ. მე შენთან მინდა გადმოვიდე კითხვით რა და
ანუ IT-ტექის მიმართულებებზე მინდა ვისაუბრო, ზოგადად ამ მიმართულებაში ხა IT-ტექს მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, ანუ ასობით კომპანიას ემუშავებით და ზუსტად იცით რა საჭიროებებია დღეს ქართულ ბაზარზე, ხო? რა არის ის ყველაზე ხშირი, ასე ვთქვათ, შემთხვევები, რაზეც პირობითად ახლა IT-ტექს მოგმართავენ ხოლმე? მოგესალმებით, მაყურებლებს. ნუ ძალიან ბევრი кейსი არის ხოლმე, როცა მოგმართავენ სხვადასხვა კომპანიები, არა მარტო კომპანიები, აქ მომხმარებლებიც მოგმართავენ ხოლმე გარკვეული პრობლემების შესახებ. თუ როგორ ხდება ხოლმე, ანუ ფიშინგი, შეტევები, დაშიფრვა და ძირითადად იშიფრება ხოლმე ბაზები, რომელიც ძალიან სენსიტიურია. სენსიტიური წარმოადგენს იმას, რომ წარმოიდგინეთ მთელი ცხოვრების ინფორმაცია იკარგება. იკარგება არა მხოლოდ ინფორმაცია, შეიძლება ბექაპიც, ამავდროულად ბექაპიც დაიშიფროს, ანუ მოხდეს ისეთი შეტევა, რომ დაიშიფროს ბაზაც და ბექაპიც და კომპანია დარჩეს მაგალითად 10 წლის უკან დაწყებული ინფორმაციით. საერთოდ არ ქონდეს არაფერზე ინფორმაცია. ბოდი შენ კომპანია აღარ დარჩეს. კომპანია აღარ დარჩეს, დიახ, ეთანხმები, რა თქმა უნდა, ნოლზე წავიდეს რა. ესეთი кейსები ძალიან ბევრია დაფიქსირებული, არა მარტო საქართველოში, სოფლიო გარშემო არის დაფიქსირებული და ნუ მაგამ დღის წესში დაგვიყენა, რომ აუცილებლად ჭირდება კიდევ საფრთხეება, არა მარტო ის რომ დავნერგოთ, არამედ უნდა გავატაროთ და ვასწავლოთ ჩვენ თანამშრომლებს. იმიტომ რომ ძირითადად რომ წარმოვიდგინოთ, ციხე შიგნით დატყდება. შეიძლება ყველაფერი დაცული იქონდეს, მაგრამ მხოლოდ ელემენტარული ერთმა რაღაცა პატარამ დაუდევრობამ გამოიწვიოს ძალიან დიდი ზარალი. ამიტომ არის ტრეინინგები აუცილებელი, რომ თანამშრომლებმა იცოდეს, არა მარტო თანამშრომლებმა იუზერთანაც ტელეფონის მომკრობა, რომ არ შეიძლება როცა ღია Wi-Fi-ა ჩვენი აპლიკაცია გავხდათ ბანკომატში შევიდეთ და ასე შემდეგ. ისე როგორ ადგენთ, ხო, ეხლა ძალიან საინტერესოა, ანუ როგორ იწყებთ, ხო, თანამშრომლობას ამ შემთხვევაში კომპანიასთან და პირობითად ანუ რა აქვს ზომას ან პროფილს კომპანიის მნიშვნელობა, ვისთანაც თქვენ იწყებთ. აი, რითი იწყებთ მუშაობას, ხო, ეხლა როგორ ადგენთ ამას, რამდენად აქვს დაცული მონაცემები, რამდენად გაუძლებს გარკვეულ კიბერშეტევებს, ხო? ანუ ხა შეიძლება რაღაც 100%-ით არ იყოს დაცული და ზოგადად არის 100%-ით არ ვიცი რა, მე თუ არის დღეს დედამიწაზე დაცული. მაგრამ ნუ აი ყოველ შემთხვევაში აი ეს მაინტერესებს. პირველ რიგში რა თქმა უნდა ხდება შეფასება კომპანიის. ნუ აუდიტით ვიწყეთ აუცილებლად. რას ითხოვს კომპანია? პირველ რიგში უნდა დავაფიქსიროთ ის თუ რას ითხოვს კომპანია, რა ჭირდება, სად მიდის და სად არის მისი მომავალი. ეს განმავლობა აუცილებლად უნდა გავზომოთ ეს ყველაფერი, ამის და მიხედვით ხდება ჭირდება თუ არა ეს თუ ის ან თუ ქალთან მოწყობილობა, ან სოფტი. შეიძლება ჩვენ თავაზოთ იმ სოფტს ვაფშე საერთოდ არ ჭირდებოდეს. მაგრამ აუცილებელია გარკვეული მოწყობილობები, რომელიც უნდა გქონდეს კომპანიას. ისე ძალიან საინტერესოა, აი ვისთან გაქვთ ხოლმე თქვენ ძირითადად შეხება კომპანიის მხრიდან და ანუ IT დეპარტამენტთან, დამფუძნებელთან თუ დირექტორთან. და ყველაზე მნიშვნელოვანი კიდე რაზე ამახვილებენ ამ შემთხვევაში კომპანიებიც უფრო ყურადღებას რა, ანუ ეს არის უფრო ბიუჯეტის მხარე, ხო, ნუ გასაგებია რომ ახლა მოსაფრთხოებების ასე ვთქვათ ინფრასტრუქტურის გაკეთება და ასე შემდეგ, ნუ რაღაც ბიუჯეტებთან არის დაკავშირებული. ანუ უფრო ბიუჯეტზე აქვთ ასე ვთქვათ რაღაც აქცენტი აღებული თუ ამ შემთხვევაში იმ რეკომენდაციებზე, რომელსაც თქვენი კომპანია გასცემს, თუნდაც აი იმ კონკრეტულ შემთხვევაში საჭირო არის ეს კონკრეტული ინფრასტრუქტურა. აუცილებლად ეს აუდიტის შემდეგ ხდება რეკომენდაციები, იმიტომ მესმის რომ შეიძლება ბიუჯეტი დამოკიდებული იყოს ეს თუ ის ინტეგრაცია, მაგრამ პირველ რიგში ხდება შეფასება და მერე შეთავაზება კონკრეტული პროდუქტის. იმიტომ მას ეს სჭირდება რომ დაიცვას თავისი ბიზნესი, ესე ვთქვათ. ბიზნესი იზომება, მაგალითად გაითიშა ბიზნესი. დაკარგას რაღაცა ნაწილი. 1 საათით, 1 თვით, 2 თვით. რამდენს დაკარგავს ბიზნესი. ამის და მიხედვით ხდება მისი გაზომვა. წინა პოდკასტში 1 საათსაც ვამბობდი. დიახ, რომ ეგრეა ხოლმე რა, რომ რა ინფორმაცია დაიკარგა, რა ინფორმაციის აღდგენა შეგვიძლია. ამის და მიხედვით ხდება შეფასება აუცილებლად და ხდება შეთავაზება უკვე გარკვეული პროდუქტის. ეს პროდუქტი არა მარტო IT-შნიკებთან აუცილებლად უნდა შევთავაზოთ დირექტორებსაც. აი ზუსტად ეგ მაინტერესებს, ადრე უფრო IT დეპარტამენტებს ჰქონდათ ხოლმე ურთიერთობა, ხო? ან თუნდაც პატარა კომპანიებში ხა ზუსტად მაგაზე ვსაუბრობთ კულისებში, რომ ყველას ყავდა და ყავს ალბათ ესეთი მეგობარი, ვისაც ესმის ტექნოლოგიები რა და აი თქვენ შემთხვევაში როგორ ხდება ეს? აუცილებლად რო წარდგება ეს დირექტორს უნდა აუხსნათ რისთვის ხარჯავს ის ფულს. რატო ხარ რას მოუტანს ეს პროდუქცია, რასაც თვითონ არის დაინტერესებული ამ შემთხვევაში? რა თქმა უნდა, თვითონ უნდა იყოს დაინტერესებული. ანუ მთლიანად ჩართული უნდა იყოს.
იმიტომ რომ ეს გარკვეულწილად ეს მართლობითი პროცესია რა. მართლობითი პროცესი იმ თვალსაზრისით, რომ ანუ მე მგონი ყველაზე დაინტერესებული ადამიანია კომპანიაში, დამფუძნებელი და დირექტორი, რომელიც უნდა ზრუნავდეს ზუსტად იმაზე, რომ საფრთხოდ იყოს. რა თქმა უნდა, თვითონ უნდა ზრუნავდეს ამ ყველაფერზე. მე დავამატებ აქ ძალიან მნიშვნელოვანია რომ მართლობითი რგოლი იყოს ჩართული ზოგადად პროცესში და თავის თავზე ქონდეს პასუხისგებლობა აღებული იმისა რომ რასაც დასახავენ ამ კუთხით ან უსაფრთხოების დაცვის კუთხით იმ პროცესების მონიტორინგს გაუწევს რა პროცესებს და მიიყვანს ბოლომდე ოღონდ ეს არ თავდება არასდროს ეს არის განგრძობითი მუდმივი პროცესია, იმიტომ რომ კიბერუსაფრთხოება დღეს ისინიც ვითარდებიან. ხო, რა, ისინი ჩვენი უკეთ ვითარდებიან და სულ მუდმივად უნდა ხდებოდეს ახალი იმის, რა ქვია, შეტევის ვექტორების, თქვათ, გაცნობა ამ ვექტორებთან, რა გადაწყვეტები გამოდის ახალი სიახლეები, როგორ არის თავდაცვის ესენი მეთოდები, როგორ ვითარდება და ესე უნდა დავიცვათ თავი, თორე რა ვიცი, ხა ერთ საკეთს რო დააყენებს სახლში, რომლის გაღებაც ყველა მისწავლა უკვე, ხო, მე ის გამოსაცვლელი გიხდება აუცილებლად რა. ხო და რა მინდოდა მე თქვა, თავიდან ისე დავიწყეთ, ისე წავიდა საუბარი, რომ აი ადამიანმა უნდა იცოდეს, როგორ მოიქცეს მისი ერთი დაუდევრობა შეიძლება გახდეს მიზეზი კომპანიის ძალიან დიდი კომპანიისთვის ძალიან დიდი ზიანის მიყენების და ამ შემდეგ შეიძლება ვიღაცამ იფიქროს, რომ თანამშრომლებმა უნდა იზრუნონ ამ საკითხზე და ხო, ძირთად მათი პრეროგატივა ეს ამბავი, არა. თანამშრომლებმა უნდა იზრუნონ, რა საკვირველია, მაგრამ მე მგონი ყველაზე დიდი რისკიც არის. ზუსტად თანამშრომელში. კი, რისკი არის თანამშრომელი, მაგრამ რახან თანამშრომელი რისკია, ამიტომ ხელმძღვანელობამ უნდა იზრუნოს, რომ მის თანამშრომელს შესაბამისი ტრენინგი ჩაუტარდეს პერიოდულად, ინფორმაცია მიუვიდეს, ცნობიერების ამაღლება მოხდეს, როგორც თანამშრომლების, ასევე თავისაც რა. თვითონ მართლობითი რგოლი თუ არ ერკვევა ამ საკითხებში, მაშინ ცუდად არის საქმე, იმიტომ რომ ის ვერ გაიგებს რა რისკს შეხვდება ხვალ და ზეგ. და ტრენინგები ახსენეთ და ანუ თქვენ შეგიძლია, ანუ IT ტექს შეუძლია ამ ტრენინგების უზრუნველყოფა კომპანიის თანამშრომლებისთვის? ეს არის ცნობიერების ამაღლების ტრენინგი, რომელიც შეგვიძლია ონლაინ შევთავაზოთ, ონლაინ პლატფორმის გამოყენებით, შეგვიძლია ფიზიკურადაც მივიდეთ და გარკვეულ, შეიძლება გამოიყოს სხვადასხვა ჯგუფები, რომლებიც საქმიანობაც ერთგვაროვანია და იმ ჯგუფებს ცალ-ცალკე ჩაუტაროთ, მოკლედ ეგ ყველაფერი. არ თვისოდი მე რომ ეს სერვისები გაქვთ რა და რამდენად ზოგადად რამდენად აქტუალურია ეს ტრენინგები და რამდენად მოდიან ამ თემაზე. იმიტომ მეც კი დავინტერესდი ხა ამ მიმართულებით, ხო? ხო, მე ტრენინგებს ვატარებ ხოლმე. IT ტექის სახელით ჯერ ტრენინგები არ ჩაგვიტარებია, მე ხარ ჩემი წინა გამოცდილებიდან გამომდინარე, ჯერ კიდევ სხვა პროექტებში ჩართული ვარ და მიწევს ტრენინგების ჩატარება ხანდახან. არის ხალხი საქართველოში, ვინც ატარებს მსგავს ტრენინგებს, ზოგი ჰიბრიდულ ომზე ყვება, ზოგი აი სხვადასხვა ნიუანსებს ზე ამახვილებენ ხოლმე ყურადღებას ამ ტრენინგების დროს. ვერ ვიტყვი რომ ბევრია, მაგრამ საინტერესო ხალხია და ისა რა ქვია, შესაძლებელია თუ ჭირდება კომპანიას და თუ ესმის ამდენი, რომ იშოვოს ტრენერი შესაბამისი და ტრენინგი ჩაუტაროს თავის თანამშრომლებს. თუ მას ტექნიკური საშუალება აქვს იმისი, რომ გამართოს თქვათ ონლაინ პლატფორმა, ესეც შესაძლებელია, რომ ეს მასალა იქ აიტვირთოს და პერიოდულად დაავალდებულოს თავის თანამშრომლები. მე შემიძლია ვთქვა, რომ მთავრობის ადმინისტრაციამ 2 წლის წინ მიახლოებით გამოსცა დადგენილება, სადაც დაავალდებულა საჯარო მოხელეები, რომ აუცილებლად უნდა გაევლოთ ონლაინ ტრენინგი კიბერჰიგიენაში. ხო. ესეთი რაღაც მოხდა. არ ვიცი რამდენად სრულდება ახლა ეს, მაგრამ ესეთი პრეცედენტი არსებობს. და ბევრი კომპანია არის პრინციპში, ვინც ამას ყურადღებას აქცევს. ნელ-ნელა ეს ცნობიერება მართლობით რგოლში იმატებს და როგორც იმატებს, ასევე საჭიროებაც იმატებს იმისა, რომ ტრენინგებიც, შესყიდვებიც, დანერგვებიც, რა ქვია, იმას პროცესების ოპტიმიზაცია, ესეთი რაღაცები გაკეთდეს კომპანიებში. აი საქართველოს შევაფასოთ ახლა რა, ჩავთვალოთ რომ საქართველოს არის კომპანია რა. ხო. აი რამდენად ვართ რეალურად დაცულები, რამდენად მიუყვებით აი იმ ტრენდებს რეალურად, ხო? კიბერუსაფრთხოების ტრენდებზე მაქვს საუბარი და ზოგადად რა რისკის ქვეშ ვართ? ხო. ეს ცოტა რთული საკითხია. პირდაპირ მინდა ვთქვა. მე მარტივ კითხვებს არ ვსვავთ. ანუ არსებობს გაეროს
რეიტინგი დგება არ მახსოვს რამდენ ხანში ერთხელ ყოველწლიურად მე მგონი სადაც ქვეყნების ეს რეიტინგი კიბერუსაფრთხოებაში, კიბერმედეგობაში შესწავლა ხდება ამ საკითხისგან, მე ქვეყნდება ეს ყველაფერი. ერთ დროს ჩვენი ქვეყანა იყო მოწინავე ადგილებზე კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით. ევროპაში ვიყავით მეორე ადგილზე, მსოფლიოში მერვე. ეს როდის 2016 იყო თუ 15 ზუსტად არ მახსოვს. ან 17, ხო, ადრე იყო. დღეს რა ხდება ამ მიმართულებით, გაუარესებულია ეს ინდექსი, მაგრამ კონკრეტული რიცხვი არ ვიცი რომელ ადგილზე ვართ. თუმცა ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარი ის არის, რომ ყველა ჩართული მხარე რა ვისაც ეხება კიბერუსაფრთხოების დაცვა და ამ საკითხზე ზრუნვა, უნდა იყოს მოწოდებული, რომ კიბერუსაფრთხოების განვითარებაზე მუშაობდეს და აქეთ კონდეს აქცენტი გაკეთებული. ეს იქნება მთავრობის შესაბამისი უწყებები, რომლებიც ზედამხედველობენ მნიშვნელოვან კომპანიებს, ეს იქნება თვითონ დიდი კომპანიები, რომლებიც კერძო სექტორში მუშაობენ და თავიანთ ინფორმაციის დაცვაზე უნაზრუნავდნენ, თუ საზოგადოება, რა, ყველა აბსოლუტურად უნდა იყოს ყველა უნდა იცოდეს, რომ ეს აუცილებელია, რა. ისევე როგორც პირადი ჰიგიენა მაგალითად. ფანტასტიკური და ამოუწურავი პასუხები გაქვთ. მე სხვათაშორის არ შემილია ახლა აი ამის გასაგრძელებლად არ შევეხო AI-ის ხო ხელოვნურ ინტელექტს, რომელმაც ამ ბოლო წლებში ყველაფერი ააჩქარა, აბსოლუტურად ჩვენი ცხოვრება ააჩქარა რა და მე მაინტერესებს ამ შემთხვევაში ანუ აი კიბერ უსაფრთხოებლის თვალსაზრისით რა ანუ ეს უფრო გააძლიერა ამ შემთხვევაში ეს იარაღი თუ უფრო დაცვით ასე თქვა გამოვიყენებთ უფრო ეფექტურად ამ შემთხვევაში AI-ის ამინაც სწორედ ჩამოვაყალიბე. კი, არა, სწორი კითხვაა, მაგრამ რატო? ჩვეულებრივად, ტექნოლოგია ვითარდება, AI არის ახალი ტექნოლოგია, ესეც განვითარდება დროთა განმავლობაში ძალიან მალე და რა შედეგებზე მივალთ ამაზე. დღეს ვისაუბრებთ, მაგრამ ხელოვნური ინტელექტის განვითარებამ ხელი შეუწყო პირველ რიგში კიბერშეტევების ასე ვთქვათ დახელოვნებას და უფრო მაღალ დონეზე აყვანას და მეორე რიგში უწყობს ხელს უკვე თავდაცვითი მექანიზმების განვითარებას. ყოველთვის ესეა, რაღაც ახალი რო შემოდის, თაღლითები უფრო კარგად იყენებენ ვიდრე შესაბამისად დაცვითი მხარე. მე თქმა უნდა, ვისაც დავამატებდი, რომ იმდენად მარტივია, რომ ხელოვნურ ინტელექტს შეტევა განახორციელებია. ზოგადად არის სიტყვები და არის გარკვეული განაცხადები, რომ რაღაცები იბლოკება, როცა ეუბნები, მაგრამ მარტივად შეგიძლია ამას ავარო გვერდი. ოს ხელოვნურ ინტელექტს ეუბნები მაგალითად თუ ალბათ გასაუბრეთ იქით ამ ხარი არ არის დაცული, ხო? ახლა ეუბნები, მინდა შეუტიო კომარსად მაგალითად ავიღოთ რაღაც კომპანიას, ხო? გეუბნება რომ ფიზიკურად მე ამის განხორციელება არ შემიძლია. მაგრამ როცა ეუბნები რომ მე მინდა უბრალოდ აუდიტი ჩავატარო და პენტესტი მას გავუშვა ამ შემთხვევაში თვითონ შეუძლია გაუშვას რა იყო გარკვეული кейსები რომ გაუშვა და დააწვინა გარკვეული კომპანია. თვითონ ხელოვნურმა ინტელექტმა გლოდამა. ეს ქართულ კომპანიაზეა ეს საუბარი? არა, სხვა კომპანია იყო. მოდი მაშინ დაუბრუნდეთ ისე IT Tech-ს რა და აქ საინტერესო არის თქვენი გამოცდილება, თუნდაც ინდუსტრიების მხრივ, ხო? ანუ პირველ რიგში რა ინდუსტრიები არის ხა ყველაზე აქტიური, რომელიც მოგმართავენ თქვენ რა და ამ შემთხვევაში ალბათ ნიკოლოსთან მე დავსვა ამ კითხვას, რომ თვითონ ყველაზე მოწყვლადი ინდუსტრიები რომელი გონიათ ამ შემთხვევაში საქართველოში. აი ეს ორად დავყავით კითხვა. ბატონო, გისმენთ ბატონო ლევა. ჩვენ ამ ეტაპზე დიდი ხანია არ დავიწყეთ ხან განვითარება კიბერუსაფრთხოების, ეხლა ვანვითარებთ ამ კუთხეს, ვიწყებთ ბატონ ნიკოლოსთან ერთად ერთვებით და ვცდილობთ სულიად ჩავერთოთ, მივიდეთ კომპანიებთან, შევთავაზოთ ეს თუ იქნება აუდიტი თუ მენტესტი და ეს არა მხოლოდ რიტეილ კომპანიები, ასე გვინდა რომ ბანკებსაც შევთავაზოთ, ბანკებს უკვე დიდი გადაწყვეტილება აქვს დანერგილი, მაგრამ ჩვენი გვინდა შევხვდეთ და ჩვენი გამოცდილება გავუზიაროთ. აი ხა ჩვენ ახლა დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი გვისმენს და გვეყურებს, რომელიც წარმოადგენს რაღაც საშუალო მცირე ბიზნესს, ხო ამ შემთხვევაში. ვისთვისაც ხშირ შემთხვევაში შეიძლება ანუ ისეთი აზრიც არსებობს, რომ რაღაც ხელმიუწვდომელი გონიათ ეს სერვისები რა და მე მინდა რომ აი ამ შემთხვევაში პატარა რეკომენდაცია მივცეთ ამ კომპანიებს, ამ ადამიანებს,
პირველ რიგში რაზე შეუულიათ ამ შემთხვევაში IT-ტექს რომ მიმართონ, აი პირველი ნაბიჯები რო გადადგან ამ კიბერუსაფრთხოების მიმართულებით და ზოგადად რა რეკომენდაციებს გასცემთ, რომ მაქსიმალურად 100% არა, მაგრამ მაქსიმალურად იყვნენ დაზღვეულები და დაცულები. აი პირველი აი ესეთი რეკომენდაცია და ალბათ თქვენგანაც ესეთი რამოდენიმე ესეთი პროფესიული რეკომენდაციაც იქნებოდა საინტერესო. ორად ყოფილმე თქვენ. პირველი რეკომენდაცია რომ აუცილებლად, მომხმარებლებს კუთხეს ვისაუბრებ, რომ აუცილებლად არ უნდა გამოვიყენოთ ღია Wi-Fi. არავითარ შემთხვევაში. არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაუზიაროთ ჩვენი, ესე ვთქვათ, user-ი და password-ი. არავის. მაგიტომ ხდება ხოლმე კამერები რეკავენ, არავის არ უნდა გადაურიცხოთ ჩვენი თანხა, რა თქმა უნდა. და ყოველთვის უნდა გამოვიყენოთ ორმაგი აუთენტიკაცია. ეს კომპანიაში იქნება, მომხმარებელი იქნება, ვინ იქნება აუცილებლად ორმაგი აუთენტიკაცია, ესაა წყალგაუვალი. ყველგან უნდა გამოვიყენოთ ორმაგი აუთენტიკაცია, მით უმეტეს უკვე ხელმისაწვდომია ორმაგი აუთენტიკაციის გამოყენება. ეს ჩვენს დაგვიცავს, ბიზნესაც დაიცავს და რა თქმა უნდა ჩვენ ფინანსებსაც. მადლობა. უფასო ხელსაწყოები არსებობს გარკვეული, მაგალითად ავთენტიფიკაციის პროგრამები არსებობს, პაროლების მენეჯერები არსებობს უფასო, რომელიც შეიძლება გამოიყენოს ადამიანმა, შეუძლია გამოიყენოს თავისთვის სხვადასხვა ფიზიკურ პირზეც არის. სხვადასხვა ანგარიშისთვის, რომ ერთი და იგივე პაროლი არ ქონდეს ყველგან და ამის დამახსოვრება აღარ დაჭირდება, პაროლის მენეჯერს გამოიყენებს და მარტივია ძალიან. და ასე შემდეგ, შიფრაციის ხელსაწყოებიც არსებობს, რომ მობილური ტელეფონის, ის ინფორმაცია, რაც მან დააქვს განთავსებული, ან კომპიუტერში აქვს განთავსებული, დაშიფროს და თუ დაკარგა მოწყობილობა, იმის საკითხვა უკვე არ იქნება შესაძლებელი. ასე შემდეგ, თავდაცვის მექანიზმები გარკვეული ნელ-ნელა უნდა დაიწყოს ხალხმა ამის გამოყენება რა. თან მით უმეტეს რაც უფასოა, უფასოა და შეიძლება. მნიშვნელოვანი ესენი IT-ტექისგან მოკლედ მნიშვნელოვანი რეკომენდაციები უფასოდ მეგობრებო რა. მე მაინტერესებს რამე თუ გვაქვს ისეთი საინტერესო ეხა თქვენ IT-ტექის მიმართულებაში სიამოვნებით გავაჟღერებდით სიახლე. მე ვიცი რომ თქვენ ძალიან ხშირად პირობით გაქვთ ხოლმე შეხვედრები ხო? ანუ სხვადასხვა თქვენ ასე ვთქვათ პარტნიორ ორგანიზაციებთან გაქვთ უშუალო შეხებება ამ შემთხვევაში ვენდორ კომპანიებთან ხო და ბრენდებთან და აი მე მაინტერესებს ანუ როგორ რამდენად შეუძლია ამ შემთხვევაში კომპანიას აი რამდენად შეგიძლიათ თქვენ რომ მრავალფეროვანი, მრავალბიუჯეტური გადაწყვეტილებები შესთავაზოთ ამ შემთხვევაში რატო გეკითხებით ხო? ეხლა არის ჩვენ ეხლა გასაუბრობთ ხო კულისებში ხო? არის ძალიან ძვირადღირებული გადაწყვეტილებები რომელიც გარკვეულწილად ალბათ აშინებს ამ მცირე და პატარა საშუალო ბიზნესს და რამდენად გაქვთ თქვენ ესეთი გადაწყვეტილებები რომ მოარგოთ პირობითად მცირეს და საშუალო ნებისმიერი პროფილის ბიზნესს? ერთი-ორი სიტყვით ვენდორებს არ შევეხები. რომ არ გამინაწყენეთ რეალისტი ან მეორე. რა თქმა უნდა, არსებობს ყოველთვის ბიუჯეტური გადაწყვეტილებებიც. ბიუჯეტური გადაწყვეტილებების შესაბამისი გავლენა მოაქვს. ანუ ამას უხსნით კიდევაც ვიზეს და შეიძლება ბიუჯეტური ნიშნავს თუ არა ცუდს, ეგ მაინტერესებს. აი ეგ რო ვთქვა. არა, ბიუჯეტური არ ნიშნავს ცუდს. ბიუჯეტი უფრო ნიშნავს რომ რაღაცა სერვისი აკლია. რაღაცა სერვისი ვერ გამოიყენებს. მაგალითად, თუ მაღალ ბიუჯეტურს გააჩნია გარკვეული სერვისები, ბიუჯეტურს ეს სერვისები აკლია. მაგრამ შეგიძლია ჩვეულებრივად გამოიყენო, დაიცვა, მაგრამ რაღაც დონეზე მოხდეს ეს შენი მომსახურება, ესე ვთქვათ, რაღაც დონეზე მიიღო ის მომსახურება, რაც იხდი. მეორე მიდგომაც არსებობს რა, რა ქვია, გადაწყვეტები კი არ შევთავაზოთ სრულად საყიდლად და ლიცენზიების განახლება და ასე შემდეგ. ამას ყველაფერს მოყვება კიდევ ის, რომ შესაბამისი კადრი უნდა იშოვოს და იქირავოს ყოველთვიურად ხელფასი უხადოს, ვინც ამ გადაწყვეტებს მოუვლის, რაც ასევე ძვირია. მეორე აი რაღაცას ეხებით, იმიტომ რომ მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, აქაც შეგიძლიათ თქვენ დახმარება და სრული აუთსორსის აღება და აი იმასაც მინდა მე გავამახვილოთ ყურადღება, რას ნიშნავს ეს სრული აუთსორსი. ჩვენ შეგვიძლია პატარა კომპანიებს შევთავაზოთ აი ამ კადრის ნაცვლად ჩვენი თანამშრომელი რომ მოემსახუროს. ეს ერთი მიდგომა არის და მეორე მიდგომა არის ის, რომ ის გადაწყვეტაც არ იყიდოს იმ კომპანიამ, არც თანამშრომელი დაიქირავოს და როგორც სერვისი, ისე იყიდოს ჩვენგან ეს მომსახურება. ანუ ყოველთვიური? კი, ყოველთვიური, ხო. და ამ შემთხვევაში საჭიროება თვითონ იცის, ჩვენც ვეხმარებით ამ საჭიროების დადგენაში და იმის მიხედვით შესაბამის გადაწყვეტას თავისი
სპეციალისტის მუშაობით შევთავაზებთ აუთსორსად რა. ანუ აი შეგიძლია ახლა ლემონ რო მითხრა აი სრული აუთსორსი რეალურად რას ნიშნავს თქვენ შემთხვევაში ხო ახლა დიდ კომპანიებს ხო გასაგებია რომ ყავთ თავის IT დეპარტამენტები ხო თუმცა მაინც გარკვეული რაღაც პროცესები აქვთ გატანილი აუთსორსზე პატარა კომპანიებს როგორც თქვით ანუ ყავთ ხოლმე ესეთი მეგობარი ადამიანი ხო ვინც ერკვევა ხოლმე მაგრამ ალბათ რაღაცა პერიოდამდე და აი ამ კონკრეტულად ამ ბიზნესებს რომელსაც ყოველთვის სჭირდება გარკვეული საპორტი ამ შემთხვევაში შეგვიძლია გავამახვილოთ 24 საათიან საპორტზეც ხო რამდენად აი შეგიძლია თქვენ ამ მომსახურების გაწევა და რა შედის ამ აუთსორსი აი სრული აუთსორსი ფაქტიურად მე რო არ მყავდეს არც ერთი IT-ის თანამშრომელი ხო და მჭირდება ინფრასტრუქტურის მოწყობაც მჭირდება საპორტი თანამშრომლებისთვისაც ხო ტექნიკის და ასე შემდეგ კი ბატონო ჩვენ მყავს კომპანიები რომელსაც მომსახურები და უწევთ აუთსორს აქ შედის სრული IT მომსახურება. რაც იფარება სისტემურიდან, ქსელები და კიბერუსაფრთხოება. უსაფრთხოების, ანუ რა თქმა უნდა, call center-ებიც. სრულად 24 საათი მომსახურებით ამ კომპანიებს უწევთ მთლიანად IT მომსახურებას, გამართვას, კონფიგურაციას, თუ რამე кейსი არის და პრობლემა არის, რა თქმა უნდა, ადგილზე რემონტად თუ ვერ ვახერხებთ ამას ადგილზე მივდივარ და ადგილზე უყურებთ. ამ ყველაფერს. ანუ ფაქტიურად ეხლა ნებისმიერ შეუძლია რომ მოგმართონ და თქვენ ანუ ერთი ადამიანიც კი არ მჭირდება იმისთვის რომ IT მქონდეს გამართული. სწორედ მესმის. კი ბატონო, თავიდან ბოლომდე დაწყებული საპორტიდან დამთავრებული ინჟინერი. ძალიან კარგი. მოდით, მაშინ მე ხა მინდა რომ ამასობაში ცოტა იუმორით შემოვიტანო და ესეთი სხვადასხვა აი მაყურებელს ულეუნები ამის შესახებ არასდროს არ ვაფრთხილებ ხოლმე ჩემს სტუმრებს და შესაბამისად ეხლაც არიციან რაზე უნდა ვისაუბროთ. ანუ ესეთი ძალიან მოკლე პასუხები მჭირდება თქვენგან, ხო? ყველაზე დიდი მითი. ნუ კიბერუსაფრთხოებაში უნებრივია. მითი საინტერესო კითხვა. ძალიან ჩამჭრელი თან. არ ვიცი მითები, მე კიბერში. არა, მე მგონი რომ ძალიან ალბათ ყველაზე დიდი მითი ის იქნება რომ 100% დასული ხარ. ჩვენი მარტო მითია. ეგზამპარია. მარტო მანდა. ყველაზე დიდი შეცდომა ყველაზე დიდი შეცდომა არის თანამშრომლების, აი ღარაზეც ვისაუბრეთ, ცნობიერების ამაღლებაზე არ ზრუნვა არის ყველაზე დიდი შეცდომა. რაც არ უნდა გააკეთო შენ იმ თანამშრომელმა თუ დააჭირა არის სწორულად. ვერც ერთი ტექნოლოგია ვეღარ დაგიცავს, კი. და ყველაზე დიდი საფრთხე ასევე თანამშრომელი. რა თქმა უნდა, თანამშრომელი როცა აი ნუ თუ შევხედეთ phishing-ს, მეილი რომელიც მოდის პირველ რიგში და არ უნდა გავხსნათ ის მეილი და ლინკზე არ უნდა გადავიდეთ არაფრით. ეს არის პირველი შეცდომა. იგი მაგას გარდა ასევე თანამშრომლებს შორის ხომ არის გაყოფილი ვალდებულებები, ხო? ვიღაცას რაღაცა ავალია, გარკვეული საქმიანობა, მეორეს სხვა, მესამე სხვა, მეოთხე სხვა, გარკვეული დონეებიც არის წვდომის ინფორმაციასთან. ეს ყველაფერი თუ არ არის დალაგებული და ამის დოკუმენტი არ არსებობს, გაწერილი უნდა იყოს ყველაფერი და შესაბამისი დანერგილი უნდა იყოს შესაბამისი წვდომის უფლებები ამ თანამშრომლების მომხმარებლებისთვის. აი ერთი ისე სპონტანური კითხვა მაქვს, იცით? აი, რამდენად ხშირია თქვენს პრაქტიკაში, რომ პირობითად კომპანიიდან თანამშრომელი წავიდა და ეს წვდომები არის დარჩენილი VPN-ი და თქმა უნდა დარჩენილი. ეს დიდ კომპანიებში. ვინ იღებს ამაზე პასუხისმგებლობას კომპანიაში? პირველ რიგში, რა თქმა უნდა, HR-მა უნდა მოაწოდოს, ვიღაცა წავიდა. უნდა ნუ IT-შინგს არ დაესიზმრება ფიზიკურად ვინ წავიდა და ვინ არის უდინება რა და მაქსიმალურად ვინ წავიდა IT-ს. მით უმეტეს ახლა 500 კაციანი, 1000 კაციანი კომპანია რო არის, ის ინფორმაცია უნდა მივიდეს IT-შინგამდე. რომ ეს ადამიანი წავიდა, ამის პროფილი უნდა შეჩერდეს და VPN-ად აიშალოს, რომელიც გარდან წვდომას აწევს. უნდა არსებობდეს შესაბამისი პროცედურა, რომელიც აი ამ ყველა დეტალს განსაზღვრავს. ადამიანის გათავისუფლების ან წასვლის დროს რა და ვინ უნდა გააკეთოს. ორჩი. ეს კიბერუსაფრთხოების განაცემის ჩვეულებრივად იწერება ეს საფეხურები. თავიდან ბოლომდე რა ხდება, რა ხდება და ასე შემდეგ ვის უნდა მივიდეს ის მეილი. ამაში წეხმარებით ისე? გასაკვირველი. ამ პროცედურების გაწერაში. პოლიტიკები, პროცედურები ძალიან ბევრია ესეთი, რაც სჭირდება კომპანიებს გააჩნია საკვირველა სპეციფიკას, მაგრამ მაინც ბევრია და ამ დოკუმენტების ჩამოყალიბებაშიც შეგვიძლია დახმარება და გამართვა.
იმას მე დანერგვა უნდა, ასე შემდეგ, მე მონიტორინგი, კონტროლების დანერგვა ძალიან ბევრი მოვლა არის, მე მაგისი კიდე ცალკე თემა. ერთ რჩევას, რას მივცემდით დირექტორებს, CEO-ებს. ხო, დირექტორებს მივცემდი მე პირადად რჩევას, რომ აი თავისი IT-ის თანამშრომლებს და უსაფრთხოების თანამშრომლებს სერიოზულად მოусმინოს და ნუ გონია მას, რომ ესენი ყოველთვის ცდილობენ რაღაცა ძალით აყიდინონ. ესეთი განცდა, რაც არ ჭირდებათ, ხო, რატო უნდა დავხარჯოთ ეხლა ჩვენ ფული რაღაცა IT-ის გადაწყვეტაში, როდესაც ეს ფული, შემიძლია სხვა უფრო კარგ საქმეში დავხარჯო და სინამდვილეში აი IT-ის ან უსაფრთხოების გადაწყვეტის და თავდაცვის მექანიზმების და არ დანერგვის გამო ისეთ შედეგი შეიძლება მიიღოს, რომ ის უკან დარჩება. ანუ საყოველთაო ფრაზა არ ვარ, ის მაინც ხომ მუშაობს, მაშინ გჭირდება. ერთი ტექნოლოგია, რომელიც შეცვლის მომავალს. აი, AI, რა თქმა უნდა. AI, რომელიც ასწრაფებს ყველაფერს. როგორ შეცვლის თქვენი აზრით? ეს კი საერთოდ სხვა თემაა და საერთოდ ისეთი 1 საათი არ ვეყოფა მარტო IA-ზე სასაუბროთ, მაგრამ აი როგორ გონიათ, როგორ შეცვლის? პირველ რიგში რომ ააჩქარებს ყველაფერს, რა თქმა უნდა. ადამიანს, რომელსაც რაღაც საქმისთვის ჭირდება 1 ან 2 დღე, ის აკეთებს 5-10 წუთში. ადამიანებს ჩაანაცვლებს? უკვე ანაცვლებს. გვაქვს მაგის кейსები, Facebook-მა 70% გაანთავისუფლა, Google-მა 50% ხალხის გაანთავისუფლა, უკვე ესეთი кейსები გვაქვს. ანუ დაიწყო პროცესი. ანუ დაიწყო უქცევადი პროცესი დაიწყო. ამას უკვე ფიზიკურად ყველაფერს ხელს ვერ შეუშლის. ყველაფერი. მეც მასე უყურებ რა. ანუ მეც მასე უყურებ, რომ ეს პროცესი, რა ვიცი, ხა ამას უკან ვეღარ გადაახვევ. დღეს უკვე AI-ის გარეშე ძალიან რთულია უკვე. ხო, ანუ იმიტომ რომ უკვე ძალიან ბევრ პროცესია ჩართული, რეალურად მართლა აჩქარებულები ვართ ყველა მხრივ, ამიტომ ხო, მე ვფიქრობ, რომ ამ თემაზე ჩვენ შეგვიძლია ცალკე ვისაუბროთ AI-ის მიმართულებაზე, ისევ და ისევ თქვენივე ასე ვთქვათ, პოდკასტში. თუ დაგჭა რამე სათქმელი სიამოვნები დაგითმობთ მიკროფონებს. ბატონ ნიკოლოზ, თქვენ გექნებათ რაღაც სათქმელი? ხო, ნუ სათქმელი მაინც ბოლოს მინდა ისევ გამომახვილო ყურადღება მართლობით რგოლზე, რადგან მართლობით რგოლის ჩართულობა არის უმნიშვნელოვანესი კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფის დროს. ამის გარეშე უბრალოდ არაფერი არ გამოდის. რაღაცას იყიდიან, რაღაცას დანერგავენ, მაგრამ ეს ყველაფერი არ იმუშავებს, იმიტომ რომ მართლობით რგოლის ასე ვთქვათ, ჩართულობა, კონტროლი და ინტერესი ამაში არდებს. აი ეს თუ არდებს, ცუდად არის საქმე. ეს არის პირველი და საწყისი. ძალიან დიდი მადლობა, მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა. დღეს დებიუტი გქონდათ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ კიდევ არაერთ პოდკასტში შევხვდებით ძალიან საინტერესო თემებზე. მე ჩვენ მაყურებელს მინდა რომ შევახსენო, რომ ზოგადად ჩვენი ეს პოდკასტი ანუ მიმდინარეობს ცოცხალ მდგომარეობაში, ხო, ლაივში. საუბარი არაფორმალური გვაქვს და შესაბამისად ანუ იმ საკითხებს ვეხებით, რომელსაც ცირც შემთხვევაში არ ეხებიან. და რაღაცა უფრო ისეთ кейსურად განვიხილავთ ხოლმე, ხო, რაღაც პრეცედენტებსაც განვიხილავთ ხოლმე. ამიტომ თუ გექნებათ რამე კითხვები სიამოვნებით, ანუ კომენტარებში გაგვიზიარეთ ეს კითხვები და აგერ IT Tech-ის გუნდის წევრები სიამოვნებით ალბათ გვიპასუხებენ, ხო, ამ კითხვებზე. მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა თქვენ. მაყურებელს და მსმენელს ვუხდი ძალიან დიდ მადლობას, უკვე დაგემშვიდობებით 5 შაბათამდე. მადლობა რომ გვიყურებთ. IT Tech-ი, თქვენი ბიზნესის IT ინტეგრატორი. K-Call, პირველი 24 საათიანი აუთსორსინგული კონტაქტ ცენტრი საქართველოში.